მოკლედ დავბრუნდით ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებელო, ესე იგი ისეთი ჩქარ რეჟიმში ვართ, რომ ტემპში. კი ბატონო, ფეხბურთის გადამკიდე, კარგად გადამკიდე ოღონდ ვჩქარობთ რომ ჰადა იწყება და ჩვენც მოვასწროთ ორიოდე სიტყვის თქმა. და შესანიშნავი არც კაი უბრალოდ შესანიშნავი სტუმრები ყავს, მაგრამ არც კი ვიცი რანაირად ჩვენ მოვახერხეთ რომ დავითანხმე და მე თავად როგორ რანაირად მოვიდნენ, აქ არ უნდა იყვნენ წესიდანი კითხვა, რაღაცა უნდა ემსადებოდნენ. მოკლედ ადამიანები, რომლებიც ეს ბოლო პერიოდია და კიდე კარგა ხანს მათი ხმა, ესე იგი, ჟღერს მშობლიურად უკვე ყველა ოჯახებში. მოკლედ სპორტული კომენტატორები სტუდიაში ნიკა გაბელია და კახა ხუციშვილი. მოგესალმებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობა, მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის, მაგრამ პირველივე ამბავი არის მეტად საინტერესო ხა ჩვენ როგორც კოლეგები ორივე შემთხვევაში, იმიტომ რომ პროფესიით მსახიობი და რეჟისორი გახლავართ და რომ ვაცხადებ კომენტატორები ცოტა არ იყოს რაღაცა, იმიტომ რომ აგერ ჩვენი ნიკა გახლავთ მსახიობი, ჩემო ბატონო და ჩვენი კახა კიდევ რეჟისორი და ეს კომენტატორები რა არის? აი, ამაშია საქმე, სულ ვიზახი რომ ეს თამაშები არის დადგმული. რეჟისორი მსახიობი. ეთქობა. შვენივრად გამოიყურებით, ბიჭებო, მინდა გითხრათ, კარგი გამოძინებულები და სასწორებლად იყავით ალბათ. არა, ძილი საერთოდ დაგვავიწყდა. სამი ქვეყანა მოვიარეთ, დავისვენეთ, კანადაში ვიყავით, მექსიკაში ვიყავით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით და კიდევ ვაპირებთ რომ წავიდეთ. არა, ნამდვილად გულწრფელი მადლობა მე და ნიკოლოზისგან რომ მოახერხეთ და მობრძანდით. ხო, რას ამბობთ? ყოველთვის ხარი აქ მოსული. რა თქმა უნდა, ეხლა ვადევნებთ თვალყურს. ეხლა რომ გითხრათ მე ეხლა მეტად ყვილის ანაერად ეხლა, მაგრამ ახლა გვიყვარს ფეხბურთი განსაკუთრებით ეხლა ეს სოფლიო ჩემპიონატი და კაცმარის ეს კიდე ჩვენ შემთხვევაში რამდენჯერ მოვესწრებით კიდე ამ ამბავს რა და ეხლა ისეთი ამბავია თან რუსთავიორზე, ჩემო ნიკოლოზის ამბავი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის. ალბათ მოწყდით ყველაფერს ეს ერთი, მაგრამ სამაგიეროდ ტყუილად კი არ გამოვაცხადე, ყველა სახლში თქვენი ხმა ისმის და უკვე ნაცნობი ამბავი. ბატონო, თამამად შემიძლია გითხრათ რომ გისმენთ მთელი ოჯახი, მარტო მე კი არა, მთელი საქართველო. ცოტა რთული ამბავია რომ დილის საათებშია ძალიან ხშირად და ბევრი ვერ უყურებს, მაგრამ ის რაღაცა პერიოდი მაინც გავიდა ის ძალიან რთული იყო, აი წარმოუდგენლად რთული იყო, თან მით უმეტეს ყოველდღიური რეჟიმი გქონდა. დილის საათებში ძირითადად 4-ზე, 5-ზე, ანუ გაღვიძებაც ხო გინდა თან ყოველდღე აქ გადაცემაში შუა დღეში უნდა ყოფილიყავი 100%-იანი და ეს მოკლედ 24 საათის განმავლობაში 20 საათი მუშაობდით რა ორივე. ამასაც ცალკე თავისი ამბები აქვს იქ და მოკლედ თავი გადავდეთ ამ კომენტატორობისთვის და კარგი გამოვიდა და კარგი გამოვიდა. აი გამოვიდა. 20 საათი დღეში ზარ მაცობ. 25 უნდა იყოს. 24 არ ყო. არა, გადასარევი სხვათა შორის მართლა გისმენთ ახლა და თან მომწონს თქვენი რეპორტაჟები გადასარევი. ჩვენი იუმორის ელემენტებითაც არის შესაძლებელი და ესე იგი ეთყობა რა პროფესია იქ ხშირად ძალიან ესეთი კაიგი რაღაცებია ხშირ შემთხვევაში მგონია რომ ეხლა ნახე რაღაცას მანდ ეხლა ვერ დაგეგმავ იმპროვიზაციაა თავიდან ისე როგორც წყალშესვენება ხო შენი ტერმინი გაჩნდა ხო წყალშესვენება პირველივე შეხვედრაში გადაწყდა რომ წყალშესვენება კი კატასტროფა არის ნუ ეს აშინელება ეგეთი რაღაცა იგი აღარ გაქვს მაგარი დაძაბული მომენტია და თითქოს გონია რომ რაღაცა აგდებს ხოლმე ტემს აგდებს კალაბურთის ვარიანტი რამდენიმე შეხვედრაში დაგვეხმარა ეგ წყალშესვენება არაფერი რო არ ხდება 3 წუთი გვეძინა აი ვატიგო ხო გეუბნებოდი მე წყალის სასმელი ეთქვა ხო სულ ღვიძის შესვენება რო გაქვს
ხალი შესვენება შეიძლება. ესე ძალიან ბევრი ახალი წესები შეიცვალა, რაღაცები არის სიახლეები. აი უცხო რა იყო თქვენთვის ან საინტერესო? უცხო იყო ის რომ ამდენი ქვეყანა მონაწილეობს. ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანა მონაწილეობს, რომლის შესახებაც შეიძლება ბევრმა პირველად გაიგო მსოფლიო ჩემპიონატიდან. ბევრმა კი არა, და სენსაციები მოხდა. ეს იყო თავარი, აგერ 530,000 მოსახლეა კაბო-ვერდეში, მწვანე კონცხზე ქართულად და აგერ პლეი-ოფშია. კი ბატონო. და საოცრება ის არის, რომ 1240 დაახლოებით პლუს მინუს 10-7-8 ფეხბურთელი მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატზე და აქედან 240 არის მხოლოდ ისეთი, რომელიც იმ ქვეყანაშია დაბადებული, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს. ხო, აი ესეც არის აი წარმოუდგენელი რაღაცა. წარმოუდგენელი. როგორ არის ესე იგი მაროკოს ნაკრების 11-ეული არც ერთი არ არის დაბადებული მაროკოში. წარმოიდგინე. ხო და ნუ გადიან და მიდიან და გაფრინდნენ და ხო, არა, ნამდვილად საინტერესოა ამ ხრივაც ახლა. ნუ მესმის ახლა ის ძირძველი ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობდნენ კაბო-ვერდე, კოტ-დ'ივუარი და ესენი ყველა მიცის, მაგრამ ბრაზილია გამოჩნდა აგერ. ქართული ბატონი, ინგლისი, გერმანია. არგენტინა არ არის ცუდი. არგენტინა. სათაშორის რა მინდა იცი თქვა? კი არის ახლა წუთის წინ ძანეთ რომ მაგალითად მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყნები არც გაგვიგია არ გამოჩნდნენ ცუდად ძალიან კარგები არის. ხვდები რომ აღარ არის იცი რა არ ვიცი ხა ეს ხმამაღლა არ მინდა გამოვიდეს მაგრამ არ არის წლების წინ დამკვიდრებული ტერმინი და ისედაც რა ისტორიის მიხედვით რომ აი გინდა თუ არა ინგლისია ან ბრაზილია ფეხბურთი. აგერ კაცო იაპონელები რასაკეთებ? გონია პატარა რობოტები დარბიან დაგეგმილი, დახაზული ისეთ რაღაცეებს. საკეთებენ გადაირევენ. არც ერთი ლოგიკით პარაგვაის არ უნდა გაეგდო გერმანია, მაგრამ კი გააგდეს პაპატიევა. ახლა ის რო თქვით ის ქვეყანა აბაჭირა ახლა სიძე დაუმატებიათ ვიღაც. ერთმანეთს ვერ იგრება, ყველა ჩასულია. ყველა იქაც. კაპოვერდესი ძაღლები მოიარ პატრონი არა საჭირო შეფულება იყო სოფლიო ეთამაშა. ო 530,000 კაცი ვა წარმოუდგენელია რა ვიცი. აი ამის ფონზე უფრო გაცილებით გული წყდება რომ ჩვენი ბიჭები ვერა და კარგი იქნებოდა ნეტა მაგას მოგვასწრა. 4 წელიწადი დამელოდეთ 4 წელიწადი დამელოდეთ უცებ გაირმა არწონებული ვარ რომ რაღაცა ისეთი ამბავი ისე ცოტა რა მაინტერესებს იცი აი განსაკუთრებულად ეს გვარებით რო არის ახლა ცოტა რთული ამბავია ხა მე მაგალითად ვიფიქრე რომ გაგეხარდებოდა ბრაზილიამ რომ მოუგო იაპონიას მე მარტო სუზუკი მახსოვს იმიტომ რომ ეს სუზუკი და კამადა მე მგონია ძალიან რთულია რა მაშინ ჩვენ ძმას დიმაზე იყო ხოლმე აგორებული და თურმე როგორი დიმა ნახე იმ პერიოდში როდესაც დიმა მუშაობდა კომენტატორად მაშინ არც ნორმალური ინტერნეტი იყო არც ის იყო არც ეს იყო ეხლა წინ გიდევს ყველაფერი შედიხარ საიტზე და დიმას ეგ იყო ურთულესი რამ და აკეთებდა ამ ყველაფერს და ნუ დასაფასებელია. რა თქმა უნდა კაცო დიმას ვინაცველი. ეხლა გვარზე კარგი ამბავი იყო. ერთ-ერთ თამაშს არ დავასახელებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არც თუ ისე საინტერესო მატჩია და ვინმე შეურაცხყოფა რომ დილის 5 საათია რა, ესე ვზივარ. საიდუმლოდ დავტოვებთ და 5 საათია აი გძინავს წყალშესვენება არის, გაიარა წყალშესვენებამ და თავიდან უნდა ესე ვაღვიძებთ ხოლმე. გაიღვიძ. და ერთი ხო შეიძლება ერთ თამაში ერთი მომენტი იყოს შეტევა ან რაღაცა და აი ზუსტად ერთი შეტევა არის 86 წუთზე და გარბის ფეხბურთელი და უცებ ყურში მესმის მიჩელი არა თუ იმ შეხვედრაში ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატზე მიჩელი არ არის ასე არავინ არ არის ხო გავხედე რომ მიჩელი მე გამომჩა რაღაც გათიშა უცებ ყურსაც ეგულა თქვა მიჩელი ვინ არის ასე მიჩელი ვინ შემიყო მიჩელი მუშემატკივარში უღად მოსაძებია მიჩელი ბატონი ჯავლეტი იყო ხალხო აი მასთან მუშაობა იყო აი ერთი დიდი სიამოვნება აი ზღაპარი პიროვნება იყო და გვარები ყველას ეშლება ზოგს ეს გამორიცხულია ჯამდეც კი არა კოტესაც ეშლებოდა და ეროს ისე ჩვეულებრივი მოვლენაა რა ეხა თვითონაც იცინა იმდენი ამ ამბავზე თვითონ მე რომ აი როგორ დამემართა კაცო იძახის რა საქართველო ბელარუსიის თამაში მიყვავს სპორტის სასახლეში კალათბურთის
და წინა მატჩი იყო ალბანეთის ნაკრებს მოუგეთ რაღაცა 60 ქულა თუ რაღაცა და იმის შეჯამებას აკეთებს და ნუ უნდა თქვას რომ მოედანზე პირველად თავის ცხოვრებაში ესე ამბობს ზუსტად პირველად თავის ცხოვრებაში მოედანზე გამოვიდა რაღაც ის უნდა და ვის სიტყოდა თქვენი აზრით ვის ნუ ზაზაფაჩულიას მაგივრად ვის სიტყოდა მაჩუაშვილი ვაშავ შაველა რასლაბა ხო გამომხედა თვითონ და დააჭირა რა ვთქვი კაცო ო თვითონ ქონდა ესე ჩანაფიქრი ქონდა ასეთი რომ ზოგადად რატო შეეშალა იცი რა კომენტატორს შეგეშლება მაგრამ როგორ გამოიყვან შენ თავს აქედან ეს არის უმაღლესი კლასი რა და ზაზასო ჩარგალში უნდაო წასვლაო რამოდენიმე დღის წინ იქაც იყოო და ამას მინდოდა მომეყოლაო და მაგითო ვაჟაბშავეო მოედანზე გამოვიდა ვაჟაბშავეო და მეთქი ბატონო ჯავლეთ გენიოსები იყვნენ ნამდვილად მაგრეს უდიდესი პიროვნება იყო ესე იგი მოდი ფეხბურთს დაუბრუნდეთ რა აი მაინც თქვენი აზრით, თქვენი ფიქრებით, თქვენი აი დაკვირვებებით რა შედეგამდე შეიძლება მივიდა. აი, მოდი ვთქვათ ფინალს ვის იწინას წარმეყოლები. გიფიქრიათ ალბათ გიმშელია. გიფიქრია, კი, ამ მომენტისთვის ეხლა ყველაზე გამოკვეთილი ვინც არის, ვისი თამაშიც ყველაზე მეტად მომეწონა, ეს არის საფრანგეთის ნაკრები. სტაბილური. მოდი ვთქვათ ამ მომენტისთვის. ამ მომენტისთვის, კი, რა. კაც მარიცის რა მოხდება? საფრანგეთი არგენტინა იქნება, მაგალითად. იცი რა, მესიზე რა სიტყვა? არგენტინა, აი მესის გენიალურობაზე ლაპარაკი. არ ჭირდება ამ კაცს არავის დახმარება და ეხმარებიან კიდევ, აი ხმავაღლა ვამბობ, მაგრამ ეგრეა. ნუ რაღაც ან ეგრე გამოდის რომ ეხმარებიან. არაფერში არ ჭირდება მესის ეს, ვინც არ უნდა შეხვდეს, მესი იქნება მესი ბრაზილიასთანაც, საფრანგეთთანაც და იტალიასთანაც. ეხლა მისი ცხრილი რომ ნახო აქეთკენ, არავინ არ ყავს. ანუ ერთი გრანდიც კი არ ყავს, რომ იმას შეიძლება შეხვდეს. კაპოვერდე. კაპოვერდე არის, ეხლა კაპოვერდე ის განელი შამანი იზახის რომ გააგდებსო. კაპოვერდეო, ხო, რაღაც შეუცვებს აკეთებს. იმუქრება და ნახოთ. ხო, ეს მე მინდა არგენტინა პორტუგალიის ფინალი, რომ ფეხბურთი დავხუროთ და ახალი ეტაპი დავიწყოთ შემდეგ ფეხბურთის ცხოვრების ისტორიაში. აი ძალიან იდეალური ვერსიაა რა. იქ ვინც არ უნდა მოიგოს, უკვე ბოლოცეკვა იქნება და აი ხო, კი, ეს ну გულისხმობ რა თქმა უნდა მთავარ ძარღვებს ამ საოცრება ის არის რომ აი სულ ვამბობდი რა კრისტიანო რონალდოს და მესის ეპოქა გრძელდებოდა დაახლოებით 18 წელიწადი ხო მინიმუმ რა 2 დეკადა მინიმუმ რა არც ერთხელ ერთი შემთხვევის გარდა როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა რონალდო ფინალში ერთმანეთს არ შეხვედრიან ესენი ხო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ შეხვდნენ თან რეალი ბარსელონას ეპოქის დროს არც სანაკრებო ბატალიების დროს შეხვედრილან და ერთხელ მგონი გვაქვს ამას გვიმზადებდნენ ხო რომ შევხვდით რა თქმა უნდა საინტერესო არის ყველასთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი გულშემატკივარია ნამდვილად გეთანხმები რომ საინტერესო ამბავი იქნება ძალიან რა ისევ ამ წყალშესვენებას უკავშირდება რომ ძალიან ბევრი რამე ხდება მაგ 3 წუთში და ისიც ხდება რომ ცოტა შეიძლება მოეშვა მოდუნდე ამ დროს ტყუილად ხო ყველა ისვენებს და ეთერის შევსების გამო არ უნდა თქვა რაღაცები და შეგიძლია რომ გაჩუმდე და გავჩუმდით ეს 3 წუთი და ცოტა დიდი ხანი მომიწია ცოტა დიდი ხანი გაჩუმდა დასრულდა ეს წყალშესვენება გაგრძელდა თამაში და ესეც იმ თამაშთა კატეგორიიდან არის არაფერი რო ხდება აი ერთ შეტევას რო ხარ გამოდებული რომ თავიც გამოიფხიზლო და შეიძლება ბევრი არაფერი იყოს მაგრამ ამ დროს კომენტატორი ცდილობს რომ ტონუსში იყო და ამაზეც ბევრი კრიტიკაა ხოლმე პასის დროს რა გაყვირებს აბა რა უნდა სახლში ხარ იქ წყალსვამ და კომენტატორი წყლის შესვენება ავიდან ბოლომდე უნდა იყოს ჩართული შეხვედრაში ამიტომ ჭირდება ტონუსში შენ თავი მოიყვანო აი ერთ უბრალო მომენტზე სადღაც 40 მეტრიდან დარტყმა რომელიც კარს 40 მეტრით აცდა და ვიყვირე რომ რა მომენტი როგორ გააფუჭა და გვერდიდან ყურსასმენში მესმის მიკასხმა რომ აბა ეს გასატანი იყო და მოვიხედე რომ რაზე ამყვა მეთქი მაგიტო გამოხედეთ და ესე ვხედავთ საკომენტატოროში მოვიხედე და არ არის ვახ მეთქი ეს ხმა საიდან მესმის გავიხედე გამოვიხედე და უკან კუთხეში პატარა პუფია ზის ყურსასმენი უკეთია თავი კედელზე მიდებული დახუჭული თვალები და გასატანი იყო
არც უნახავს იქ რა. მაგარი. თავისი რა თავგადასავლების საათები რა თქმა უნდა. საოცრება. ერთხელ გამოვაფხიზლე კიდე ეგეთი ამბავია. ისევ მდუნე თამაში 3 მოგვიწია მიყოლებით რა ესეთი თამაშები რო ჩაგეძინება აი 0-0 1-1 ესეთი მატჩები და ამ დროსაც ხო ცდილობ თამაში თუ არა დაგაძინა არა ხო იმაში ტონუში ხო ვიფხიზლებ თავს და ძალიან კარგი კადრია სტადიონის მართლა მომეწონა რეჟისორს მადლობა აქედან და ხო ასეა რომ ძირითადად ამერიკის ერთ-ერთ შტატებში რა სტადიონებიც არის ის ემსახურება ამერიკული ფეხბურთის მატჩებს და გუნდებს ამიტომ იქ ერთი სახელი ჰქვია რაზეც თვითონ ამერიკაში რა სახელი ჰქვია და მეორე FIFA-ს გამო იმიტომ რომ ტარდება მუნდიალი მეორე სახელი აქვს ანუ ორი სათაური აქვს სტადიონს და ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე ქვია ესე რეალურად მაგრამ FIFA-ს გამო ქვია ასე ორივე სწორია შეცდომაში არ ჩამითვალოთ ან ერთ ვიტყვი ან მეორეს და აი ამას ხსნი მორიგი ახსნა საწყისი ტურები არის და ვამბობ რომ რეალურად როდესაც ამერიკული ფეხბურთი იმართება ქვია ასე მაგრამ დღეს FIFA-ს გამო ქვია ასე და მინდა რომ ცოტა მხატვრული იყოს და დედანში ვაჩვენე რომ რაღაც განათლება მაქვს. ოღონდ ანუ ეს დედანში ძალიან ისეთ ემოციური დედანში რაღაცა მოხდა იქ რა და დედანშიო და როშვები მეთქი. უცებ ხედავ რომ გაფართოვებული თვალები მორბის და მითიშავს მიკროფონს და იფიქრა რომ თამაშზე ისე გაუბრაზდი დედას ვაგინებ აქედან. დედანშიო და დედანში ასაკეთე ბიჭო არ შეაგინო. არა არც მიფიქრია ეხლა გასაღებია პროფესიულ ამბავზე არ კითხავთ იმიტომ რომ ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება კი და რა ვიცი წარმატებები ბევრი წარმატება გამძლეობა და რა ვიცი ხო დიდად არ დაგვძრა ხოლმე ხანდახან შეიძლება ცოტა ემოციურადაც იყავს თამაში იმიტომ რომ მსახიობები ვართ, რეჟისორი მსახიობი, იქ ცოტა არ გვინდა რომ სტანდარტულად მიწავიყვანოთ და ცოტა განსხვავებული ევფერი საინტერესოც გამოდის მე აი მადლობა და ვცდილობთ ამას ყოველ შემთხვევაში და ეგეთი ცოტა ისეთი თამაშია, ვცდილობთ რომ წამოწიოთ რაღაც საკუთარი თამაშს უყურებ და არსენ ვენგერი გამოჩნდა ეხა არსენ ვენგერი ეხა რა ვიცი არსენ ვენგერი თუ არ ვიცი აბა ვინ ვიცი და სერ ალექს ფერგისონი იცავსო ვიხდი მაგრამ თანამედროვე ეპოქა თუ რიცხვებში, ციფრებში, გვარებში ავირევით, ყველა მიცის. ხო ხდებიან რაზეც საუბრობ. თავარი ეს არის. თავარი ადამიანები ვარ და ძალიან კარგი და წარმატება და კარგია რომ ესე იგი აი ამ სოფლიოზე მოგიწიათ თქვენ და ეს დარწმუნებული ვარ თქვენ ცხოვრებაში და ისტორიული მომენტია და ბევრი წარმატება და სულ ასე ყოფილიყოს რომ და იმედი მაქვს რომ საქართველოს ნაკრების აუცილებლად კომენტატორებიც იქნებით როცა სოფლიოზე ყოველ შემთხვევაში ვისურვებთ წავიყვან არ არის მოკლედ ბევრს აღარ შევაწყოთ ჩვენ გამენათები ბიჭებს ჩვენ მეგობრებს მოკლედ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდათ მსახიობი ნიკა გაბელა და რეჟისორი კაკა აფციური და დროა წყალშესვენებაზე ჩვენ გავიდეთ